ჩვენი გადაცემის სტუმარია არითმოლოგი, კარდიოლოგი მინდია ბუსხრიკიძე. დილომშვიდობისა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები. რა განსხვავებაა სიტუაციურ გულის აჩქარებასა და რეალურად ნამდვილი რითმის დარღვევასთან? მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყველა პაციენტი რომელიც ჩემთან მოდის და მიყვება გულის აჩქარების შესახებ, ყველას აქვს ერთი ჩივილი, რომ მიჩქარდება გული. თუმცა ჩვენი მოვალეობაა, რომ სხვადასხვა კლინიკური, ლაბორატორიული თუ გამოკითხვის მეთოდით დავადგინოთ რა ტიპის გულის აჩქარებასთან გვაქვს საქმე. იმდენ უნდა იყოს პულსი ნორმაში. ეს პულსი არ იზომება ემოციურ მდგომარეობაში, ესწრება ასე ვთქვათ დაალაგებულ სიტუაციაში, როცა პაციენტი ზის და ზომავს თავის პულს და ის ნორმაში უნდა იყოს 60-დან 90-მდე. მაგრამ არსებობს ასეთი ტერმინი ასაკთან დამოკიდებული მაქსიმალური გულის შეკუმშვა და სიხშირე. ეს ნიშნავს, რომ 220 მინუს ჩვენი ასაკი, ეს არის ის მაქსიმალური რაოდენობა პულსაციის, რომელიც წუთში შეიძლება შეიკუმშოს გული, თუმცა ეს უნდა მოხდეს ძლიერი ფსიქო-ემოციური ან ფიზიკური დატვირთვის ფონზე. როდესაც ჩვენ გვაქვს სიტუაციური გულის აჩქარება, ჩვენი გულის სისტემა იმატებს ნელ-ნელა ეგრეთ წოდებული ამას ქვია ვარმაპ ფენომენი, ანუ გახურების ფენომენი, ნელ-ნელა იმატებს, მაგრამ როდესაც გვაქვს პაროქსიზმი ეგრეთ წოდებული, ხალხში და მედიცინაშიც გავრცელებული ესეთი ტერმინი, მაშინ ხდება გულის უეცარი აჩქარება, ვთქვათ, სიტყვაზე 70-დან უცებ ხდება 150. ეს არ არის სიტუაციური აჩქარება, ეს აუცილებლად არის პაროქსიზმი. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პულსაციის რიტმულობას, როგორც მოგახსენეთ, რაც უნდა ნელი იყოს პულსი და ის მუშაობს, ვთქვათ, არიტმულად, ვზნობთ დარტყმებს შორის სხვადასხვა პაუზებს, ესე რომ ავხსნათ მაყურებლისთვის უფრო გასაგებ ენაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ არითმიასთან გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაში აუცილებელია სხვადასხვა კვლევების ჩატარება, მივმართოთ ექიმს და ესე ვთქვათ ყურადღება მივაქციოთ ჩვენ ჯანმრთელობას. აი, როდესაც პაციენტი ამბობს, რომ აუჩქარდა გული, აი, რა ნიშნებს აქცევთ მაშინ ყურადღებას, როგორ ხვდებით, რომ ეს არითმული ის არის შეტევა დაუშვათ და არა, აი, კოფეინის და რაღაცა აი დაუშვათ სტრესის ფონზე აჩქარებული. ნახეთ, ახსენეთ კოფეინი და სტრესი და სხვადასხვა ენერგეტიკული და სასმელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ის პროვოკატორები, რომელიც ერთი აჩქარებს გულს, ჩვეულებრივ გულისცემას აჩქარებს, და მეორე შესაძლებელია გახდეს ეგრეთ წოდებული ტრიგერი, ანუ გამომწვევი რამე ძლიერი ან საშიში არითმის. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს არითმიების კლასიფიკაცია, რომ დავყოთ ეს არც არ წერია, უბრალოდ რომ დავყოთ, ეს არის ნაკლებად საშიში და ძალიან საშიში არითმიები, რომელმაც შეიძლება ელვისებურად ადამიანის მოგვდინებას გამოიწვიოს გულისხმობ პარკუჭოვან ტახიკარდიებს და უეცარი გარდეული სიკვდილის ერთ-ერთ რისკს. თუმცა, მაგალითად, ადამიანი თუ ყვება იმას, რომ რაღაც ემოციური სტრესის ფონზე, ფიზიკური დატვირთვის ფონზე ვიგრძენი არათანაბარი გულისცემა, მცირედ ამიჩქარდა, შემდეგ შენელდა, ეს რა თქმა უნდა მოითხოვს დიაგნოსტირებას. პირველი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გადავიღოთ კარდიოგრამა, ელემენტარული, ყველაზე ხელმისაწვდომი ხერხი. ძალიან მნიშვნელოვანია შეტევის დროს დაფიქსირებული კარდიოგრამის წარდგენა ექიმთან, იმიტომ რომ შესაძლებელია ჩემთან რომ მოვიდა პაციენტი უკვე არითმია აღარ აქვს და მე მას, რა ვიცი, 200 კარდიოგრამა რო გადავიღო დღეში, რო ჩავუტარო ეხოსკოპია, ვერ ვნახავ, იმიტომ რომ ეს არ არის გულის სტრუქტურული დაზიანება, ვთქვათ, რომ მე ვნახო ეს ეხოსკოპით ან რაიმე ინსტრუმენტული კვლევით. ეს უნდა ვნახო აუცილებლად თვითონ შეტევის დროს არსებულ კარდიოგრამაზე, იმიტომ რომ არითმია არ არის ხილული. როდესაც ჩვენ ვნახულობთ, რომ კარდიოგრამაზე არაფერი არ ჩანს, მაგრამ პაციენტი გეუბნება, რომ ყოველდღე მაქვს ეს ჩივილები, რაღაც დღის ძილის წინ, რაღაც დღეს გამემაღვიძებს, ხო? ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია 24 საათიანი კარდიოგრამა, ან 24 საათიანი ჰოლტერ მონიტორინგი, რომელიც ჩამოვკიდოთ უნდა პაციენტს, წავიდეს სახლში, იცხოვროს ჩვეულებრივად და შემდეგ მეორე დღეს იშიფრება ეს ყველაფერი მოხსნის შემდეგ და ჩვენ იქ ნახულობთ იმ არითმიას და ახდენთ მის დიაგნოსტირებას. პაციენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ გული ლეგიტიმურ პროტეზს გამოხატავს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე სხვა ცვლილებებზე. კერძოდ ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევების, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, შეიძლება კავშირში იყოს ანემიასთან, სისხლნაკლებობასთან, ჰემოგლობინის დაბანდოლისთან, ესე ვთქვათ. აი, დიაგნოსტიკის და მკურნალობის რაღაცა ახალ მეთოდზე, ოპერაციულ მკურნალობაზე არის საუბარი და უფრო ნათლად რო აგვიღწეროთ რაშია? გააჩნია რა ტიპის არითმიაზე გვაქვს საუბარი, თუ გვაქვს საუბარი უეცარგარდიული სიკვდილის რისკის შემცველ პარკუჭოვან ტახიკარდიაზე, ამ დროს ხდება ეგრეთ წოდებული უეცარი სიკვდილის დაცვისგან
იმპლანტირებადი კარდიოვერტერ დეფიბრილატორების ჩანერგვა, სხვადასხვა აპარატების ჩანერგვა, რომელიც იცავს პაციენტს, იმიტომ რომ ეს არითმია იმდენად ელვისებური შეიძლება იყოს, რომ სასწრაფოში დარეკვაც ვერ მოასწროს ადამიანს. რაც შეეხება შედარებით ნაკლებ, მაგრამ ძიმე გართულებების მქონე არითმიებს, როგორც არის მაგალითად წინაგულთა ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური paroxysmal tachycardia, სამწუხაროდ მედიკამენტი ისეთი არ არსებობს დღეს ბუნებაში, რომელიც ამას დალევებს ტაბლეტს და აღარასოდეს აღარ გექნება, ხო? უბრალოდ მედიკამენტი აკეთებს იმას, რომ შეიძლება paroxysmების რაოდენობა თვეში რო არის 2 გახადოს 2 თვეში 1, მაგრამ ის არ გშორდება, თქვენ გვერდით არის. რა არის მიზეზი ამის? მედიკამენტი ჩვენ კურნალობთ შედეგს, მაგრამ მიზეზი, რომელსაც ეს უწევს გულში არსებული ფიბროზული კერები გვჩება უკურნალებელი. ზუსტად ამისთვის შეიქმნა და მოგონილია ეგრეთ წოდებული ოპერაციული მიდგომით მკურნალობა ამ არითმიების, რომლითაც ჩვენ ოპერაციით ვანადგურებთ ზუსტად იმ კერებს, რომელიც გულშია და შესაბამისად მიზეზს და არა შედეგს. ზუსტად ამიტომ თანამედროვე სამყაროში ყოველდღიურად იქმნება ახალ-ახალი მეთოდები, ადრე გავრცელებული იყო ეგრეთ წოდებული ორი ყველაზე მეტად გავრცელებული მეთოდი ამ აბლაციებში, ანუ გულის არითმიის ოპერაციულ მკურნალობაში კი ბატონო, აბლაცია ქვია, კი აბდიახ, ეს ეგრეთ წოდებული ხალხის გასაგებიანაზე რო ვთქვა, მოწვა, ანუ თერმული ენერგიით დაზიანება იმ კერების და ასევე იყო გავრცელებული მოყინვა, ანუ ყინვით დაზიანება ამის. კი ბატონო, მაგრამ ეხლა ყინულის და ცეცხლის დამაშები, ესე რო ვთქვა რა იყო ესე, ჩვენ ვხუმრობდით ხოლმე ექიმები ამაზე, მაგრამ რაც შეეხება ახალი მეთოდი, რომელმაც ნამდვილად, რა ვიცი, რევოლუციას გავდა ეს ყველაფერი, ეს არის პულსური ველით აბლაცია, რომელიც არ გამიგოთ ისე რომ ყველგან ეს გამოიყენო, ზოგიერთ არითმიაში აუცილებლად უნდა გამოიყენო მოყინვა, ზოგიერთ არითმიასთან აუცილებლად მოწვა, მაგრამ პულსური ველით აბლაცია ეგრეთ წოდებული, რომელიც ევროპაში და ამერიკაში უკვე 3-4 წელია დაახლოებით არის და ჩვენც უკვე რამდენიმე თვეა დავიწყეთ საქართველოში ძალიან აქტიურად ამის და ბედნიერი ვარ რომ ეს დავიწყეთ. პულსური ველის აბლაცია აკეთებს იმას, რომ ის უშუალოდ შერჩევითად აზიანებს ზუსტად იმ ქსოვილებს და შესაბამისად გართულებების პროცედურას გართულებების დროს არის უფრო დაბალი. ასევე შედეგიანობა აბლაციების თვალსაზრისით არის უფრო მაღალი შედეგი, თუმცა ეს არ გამიგოთ ისე რომ მარტო ეს უნდა გამოიყენოთ, არა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ამას ექიმი არჩევს, თუნდაც საოპერაციოში გადამიწყვეტია, რომ აი აქ არ გამომადგება მოწვა და აქ ჯობია გავაკეთო პულსური ველი, ან არ გამომადგება პულსური ველი და ჯობია გავაკეთო თერმული დაზიანება. ეს ხდება ინდივიდუალურად პაციენტის სამივე ენერგია უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში ჩემ პაციენტებსაც და ყველას ვეუბნები, რომ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. რატო? ეხლა ამას ავხსნი, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს საქმე უეცარ სასიკვდილო არითმიასთან, სამწუხაროდ ამ დროს ადამიანი გააზრებასაც კი ვერ ასწრებს რა ხდება. მაგრამ თუ ჩვენ დაგვეწყო არითმია, ზოგ ცუდად თავს, მაგრამ არ არის ტკივილი გულმკერდში, არ არის წნევის ვარდნა, არ არის ოფლიანობა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დრო. თუმცა უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ნებისმიერი შფოთის დროს გამოიყოფა ადრენალინი, ვიცით ეს ჩვენ ძალიან კარგად, მარტივი ლოგიკა და ნებისმიერი ადრენერგული ეფექტი ამ შემთხვევაში პირიქით აძლიერებს არითმიის სიხშირეს და დაარაგდებს მას დაბლა.